ვარ ნუკა ფრიდონაშვილი, 24 წლის, ნაპოლის ლორიენტალეს სტუდენტი, შედარებითი ლიტერატურის მაგისტრი. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და მეორად პროფესიად ავირჩიე ანგლისტიკა. ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლება, ზოგადად ოცნებად მქონდა და მყავს ერთი მეგობარი, უცხოელი, რომელიც სწავლობდა საპიენცას უნივერსიტეტში, რომში და შემომთავაზე ასეთი რაღაცა, რომ არის ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც აფინანსებს სტუდენტებს მაგისტრატურაზე, ბაკალავრზე, აგრეთვე დოქტორანტურაზე და მითხრა ასეთი რაღაცა, რომ მოდი გავაგზავნოთ იტალიის უნივერსიტეტებში შენი საბუთები, რადგან გაქვს ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება და აიღებ დაფინანსებასაც და ამიტომაც გავაგზავნე საპიენცას უნივერსიტეტში რომში, აგრეთვე ბოლონიის უნივერსიტეტში, სიენაში, მაგრამ საბოლოოდ ავირჩიე სიენა, რადგან სიენას ჰქონდა ფაკულტეტი Language and Mind, რაც ქვია ენა და გონება, იგივე ლინგვისტიკა, თუ როგორ შეისწავლის ადამიანი ენებს. Are you free today? Do you remember I told you about the meeting? Yeah, but you didn't let me know, like... Alright, so I'll let you know 15 minutes earlier, okay? Okay. Okay, and I'll call you again. Okay. Alright, see you. Va bene, A dopo, un bacio, ciao. საპიენცაში მოვხდი ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ბოლონიაშიც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კერძოდ განათლების ფსიქოლოგია ავირჩიე, რადგან 7 წელზე მეტია ინგლისურს ვასწავლი და ძალიან მომწონს პედაგოგია და მინდოდა რომ მომიჯნავე პროფესია ამირჩია. და საბოლოოდ მაინც ავირჩიე სიენა და მახსოვს რომ სიენაში რო ჩავედი იყო ძალიან უცხო გარემო, აგრეთვე ცოტა რთული იყო საცხოვრებელის პოვნა და მივხვდი რომ სიენაში ვერ გავაგრძელებდი და ამიტომაც ვთხოვე ჩემ მეგობარს რომ ნაპოლის უნივერსიტეტში გადმოსულიყავი, რადგან მითხრა რომ ნაპოლს აქვს ლორიენტალეს უნივერსიტეტი, სადაც არის მთელი ესე იგი სპეციალობები სხვადასხვა ენის და სხვა შორის ქართული ენის კურსიც აქვთ. კი და ყავს პროფესორი ქართველი, რომელიც ასწავლის ქართულს. და პირველ დღეს რომ მივედი უნივერსიტეტში, გავიგე მაშინ. ძალიან მინდოდა რომ ჩვენი ლექტორი გვეპოვა, მაგრამ ვერ მივედი, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ფაქტიურად თუ უნივერსიტეტში ვარ და ლექციებს ვესწრები და თუ არ ვესწრები, მაშინ სახლში გაკვეთილებს ვატარებ ონლაინ, რადგან ინგლისურის მასწავლებელი ვარ და მყავს მოსწავლეები. როგორ ლამაზად ხარ? Thank you. How are you? შენი სწავლების მეთოდი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ დიდი ხანი ვეძებდი მასწავლებლებს და ზუსტად ის იყო შენი სწავლების მეთოდში, რაც მე მჭირდებოდა, რომ ის მასალა რაც უნდა გამომეორებინა და ახალი სიტყვების სწავლა, გრამატიკის სწავლა, 4 კომპონენტი რაც შენი სწავლების მეთოდში შედის, აი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თითქმის ყველა მასწავლებელი აკურთხამე ამას თავიდან, თუმცა არავინ არ აკეთებს ისე რომ 4 კომპონენტი თანაბრად ხურად ხდება. რასაც შენი გაკვეთილების პროცესში თანაბრად ექცევა ყურადღება და ეს მომწონს ყველაზე მეტად. და ჩვენ შევავლიათ თავდაპირველად გეგმა, როგორც უნდა გავგვევლო 6 თვე 7 თვის განმავლობაში და ამ გეგმას მივხვდით ყოველი გაკვეთილის დროს. რაც იყო ძალიან კარგი. ძალიან მიხარია რომ კმაყოფილი ხარ, ძალიან. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. ჩემთვისაც როგორც მოსწავლისთვის და როგორც მეგობრისთვის. Exactly, absolutely, yeah, that's true. 11-ის ნახევარზე ჩემი დროით და 3-ის ნახევარზე შენი დროით შევხვდებით ხო სამშაბათს? კი. Okay. თუ რაღაცა შეიცვალა ლექციასთან დაკავშირებით ან თუ სემინარი მქონდა, მაგას აუცილებლად გაგაგებინებ. Okay, Mika. Thank you for your class. Of course. You too. See you soon. Good luck. See you. Bye. Bye. სამსახურს რაც შეეხება თავიდან რომ ჩამოვედი, არ ვიყავი ონლაინ მასწავლებელი, არ მქონდა არანაირი შემოსავალი, ჩამოვედი ალბათ
300-400 ევროთი და დროთა განმავლობაში უკვე გადავწყვიტე რომ დამეწყო სოციალური ქსელითაც სოციალურ ქსელში ვიდეოების ატვირთვა და ონლაინ ინგლისური სწავლა, რადგან ძალიან ბევრი მასწავლებელი ასწავლიდა ონლაინ ინგლისურს და თან მით უმეტეს ჩემი მოსწავლეების და ჩემი მეგობრებიც მეუბნებოდნენ რომ შენ ისეთი გამოცდილება გაქვს უკვე ხო 7 წელი არ არის ცოტა არც ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტა. მითხრეს რომ აუცილებლად გამოგივა და მახსოვს რომ თავიდან რომ დავიწყე არ მქონდა იმედი, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღე რომ ვიდეო ამეტვირთა და ერთ ვიდეოს ჰქონდა 150,000-ზე მეტი ნახვა და მახსოვს რომ პირველი ვიდეოთი ავიყვანე 3 მოსწავლე და ამჟამად მყავს 27 მოსწავლე. Ciao, sono tornato per migliorare il mio italiano. Ciao, bentornata. ხოთშორის ძალიან მომწონს ChatGPT-ი სასწავლად, იმიტომ რომ იმ დონეზე კომუნიკაცია მარტივი არის, რომ და იმ დონეზე ბევრ რაღაცას გასწავლის, რომ თან უფასო მასალა არის. ანუ არ იხდი ფულს მასწავლებელთან და გელაპარაკება და რასაც ყველაფერს გაგიკეთებს, შეცდომებს შეგისწორებს, კითხვებსაც დაგისვამს. მე სხვა შორის მახსოვს რომ ესპანურის კურსი მინდოდა რომ გამეკეთებინა ჩემთვის და ვუთხარი რომ გაეწერა ჩემთვის ესპანურის კურსი და მთლიანი 6 თვიანი კურსი გამიწერა ესპანური როგორ ვისწავლო საშუალო დონეზე. და დღეში მაქვს დაახლოებით გამოყოფილი 15-20 წუთი და მეცადინეობ ხოლმე იტალიურს, ესე ჩვეულებრივ ვეტყვი, რომ მე თუ შეცდომებს დავუშვებ, გამისწორე, შენ კითხვები დამისვი და ვილაპარაკოთ და მე აბსოლუტურად ყველა შეცდომას რომ დავუშვებ, ყველას გისწორებს და ძალიან მოსახერხებელია 21 საუკუნეში ძალიან ბევრ პერსპექტივას გიხსნის, იმიტომ რომ ადრე თუ მაგალითად მასწავლებელთან დადიოდი, ანუ სახლიდან გავსვლას შეგიძლია იმეცადინო და ყავს, ასე ვთქვათ, ადგილობრივი native speaker-ი, რომელიც გელაპარაკება, თუმცა არის ხოლმე რომ ხანდახან შეცდომებსაც უშვებს, ცი? ამიტომ თლად არ უნდა ენდო, რა თქმა უნდა, ახლა 80% ძირითადად კარგია, მაგრამ მაინც რობოტი არის რა. მე მაგალითად გამოვიცვალე 5 ბინა, არც თუ ისე მარტივია ზოგადად რომ აქ იპოვო შენთვის რაც შენ გინდა ის ბინა და ის ოთახი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი არის აქ და თან ძალიან ძვირია. მე მინდოდა რომ მეპოვა ჩემთვის იზოლირებული ოთახი. რადგან მუშაობ ონლაინ, ანუ არ მინდოდა რომ ვინმესთვის დისკომფორტი შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სადაც ვიყავი რამდენიმე ბინაში, მყავდა თანამაცხოვრებლები, ისინი არ იყვნენ წინააღმდეგი და პირიქით ცდილობდნენ რომ ხელი შეეწყოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა და საბედნიეროდ ვიპოვე ჩემი ოთახი, რომელიც ძალიან ახლოს არის უნივერსიტეტთან, თან ძალიან ბიუჯეტურ ფასადაც. თავისუფალი დრო ფაქტიურად არ მაქვს, იმიტომ რომ ვცდილობ რომ დრო გავატარო ნაყოფიერად, ძალიან მიყვარს ენების სწავლა, ამჟამად ვსწავლობ ესპანურს, ჩინურს და იტალიური ვიცი ბიურ დონეზე, მაგრამ მინდა რომ უფრო ღრმად ვიცოდე და უფრო თავისუფლად ვსაუბრობდე და ამიტომ საერთოდ არ ვიტოვებ თავისუფალ დროს. ძალიან მიყვარს ვარჯიში და ვცდილობ რომ ასევე ვიკვებო ჯანსაღად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. Buonasera. ჩემი ერთი ჩვეულებრივი დგარი ძალიან გადატვირთული, იმიტომ რომ ჩემი დილა იწყება საუზმით და შემდეგ ეგრევე გაკვეთილით, მაქვს დილის 9 საათზე ან დილის 10:30-ზე გაკვეთილები და შემდეგ, როდესაც ვამთავრებ გაკვეთილს, მივდივარ უნივერსიტეტში. ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი უნივერსიტეტი არის 5 წუთის სავალზე, ფეხით გადავდივარ და ფეხით გადმოვდივარ. Sì, mi ha chiamato, sì. Sì. Allora, ვესწრები ლექციას
მოვდივარ სახლში, ცოტას ვჭამ და მე ისე ვიწყებ გაკვეთილებს და ღამის 11 საათამდე მაქვს ხოლმე გაკვეთილები და შემდეგ ვფლობ როგორ ვიმეცადინო გამოცდებისთვის და სემინარებისთვის. უნივერსიტეტს რაც შეეხება, მყავს არაჩვეულებრივი ლექტორები და სხვათა შორის ყველაზე ძალიან რაც მომეწონა არის ის, რომ როდესაც კითხვებს გვისვამენ, გვეუბნებიან, რომ არ მოგერიდოთ, თუნდაც რომ ფიქრობდეთ, რომ არასწორად იცით რაღაცა, რადგან თქვენი აზრი არის მნიშვნელოვანი და თქვენ თუ არ გვითხარით თუ რას ფიქრობთ, ჩვენ ვერ მოგცემთ უკავშირს. Andate sopra oppure giù? Giù. Giù, ok, perfetto. Dov'è che piano? Uh, Io al primo piano. 0. Ah, ok. მინდა აღვნიშნო, რომ ილიას უნივერსიტეტი რო დავამთავრე და აქ რო წამოვედი რო ვნახე ზოგადად რა სისტემა არის, ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველაფერი იყო მოწესრიგებული, გქონდა ერთი სერვერი და ყველაფერი გაკვეთილები, ლექციების ცხრილი, განცხადებების ატვირთვა, მაგალითად თუ საგნის გადარჩევა გინდოდა, ან თუ მაგალითად საგნის სხვა დროში ჩასმა, ან თუნდაც ლექტორთან დაკავშირება ძალიან მარტივი იყო, ყველაფერი იყო დალაგებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს 3 სერვერი. გამოცდებისთვის არის ცალკე, ლექტორებთან საკონტაქტოდ არის ცალკე და ცოტა არ იყოს დამაბნეველია და თან არ არის ასე დეტალურად მოცემული ინფორმაცია, როგორც მაგალითად ილიას უნივერსიტეტს ედო სხვადასხვა ფაკულტეტების შესახებ და ეს გამიჭირდა ძალიან. აქ გვიტარდება ამერიკის ისტორიის და კულტურის ლექცია. სხვათა შორის არ მყავს ბევრი კურსელი, მაგრამ ესაგანი არის ჩემი ფავორიტი, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ბაკალავრზე რო გავდიოდი ამერიკის ლიტერატურას. ეგ საგანი მახსენდება, იმიტომ რომ დაახლოებით იმავე მეთოდოლოგიას იყენებს ლექტორი და თან ესეთი კარგი ლექტორი მყავდა იმ საგანზე ბაკალავრზე, რომ ყველაფერი რაც კი ვისწავლე, მასთან აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს. და შეიძლება რამდენიმე დღის წინაც მივწერე, რომ ეს სემინარი ჩავაბარე მეთქი შენთან დასწავლი მასალით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქო. ევროპული განათლება არის ძალიან სხვანაირი, აქვს სხვანაირი მეთოდები და ვფიქრობ, რომ ის განათლება, რასაც ვიღებ ნაპოლის ლორიენტალეს უნივერსიტეტში, არის უშუალოდ ზუსტად ჩემზე მორგებული, რადგან მე ძალიან მიყვარს ენები. ვფიქრობ, რომ ენების ცოდნა ადამიანს ძალიან ბევრ პერსპექტივას და ძალიან ბევრ კარებს უხსნის და მგონია, რომ ლორიენტალეც ამიტომ ავირჩიე, რადგან ენების უნივერსიტეტი არის. აბსოლუტურად ყველა ენა შეგიძლია, აბსოლუტურად ყველა ენის კურსი აქვთ. ქართულიდან დაწყებული, არ ვიცი, ალბათ მალაიზიურით დამთავრებული. და ზუსტად ის პროფესია ავირჩიე, რასაც ვეძებდი. არასოდეს არ მიგზავნია. მეშინია. მეორე სემესტრიდან ვიწყებ ჩინურის კურსს. ჩინური დაწყებული მაქვს ჩემით, ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირად გახედებს სამყაროს და ზოგადად მგონია, რომ ყველა ენას აქვს თავისი პერსპექტივა ამ სამყაროსადმი, რადგან აი ეს კულტურა, ფრაზები, იდიომები, ყველაფერი აბსოლუტურად არის სხვადასხვანაირი და გაძლევს ასე ვთქვათ, შთაბეჭდილებას თუ როგორ სხვადასხვანაირად აღიქვამენ ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო ამ სამყაროს და როგორ უყურებენ სხვადასხვა ღირებულებებს თავიანთი გადმოსახედით. I prefer to talk as well. Okay. I was like, I'm down. You can do it. But there are some subjects like I need. გლორია არის ჩემი კურსელი. და არის 25 წლის, ვსწავლობთ ერთად. და არის წარმოშობით კონგოდან, მაგრამ დაბადებული არის იტალიაში და გაზრდილი არის იტალიაში.
Gloria, what can you say about Georgians? I mean, I don't know many Georgians, but the one that I'm meeting are really nice and really cool. She became like one of my best friends here. So yeah, we just matched immediately when we met, and that was amazing. So I mean, if all Georgians are like this, then cool. I will come to visit you guys. ეხლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არისო ჩემზე. I'm actually blushed. გავცეთლდი კიდეც. და თუ ყველა ქართველი ასეთი არის, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. Whoopee. They tell me I look more like her when I have my glasses on. Like big cheeks, you know. I remember this actress was in Ghost. რაც მე მომეწონა ჩემს უნივერსიტეტში არის ის, რომ ყველა საგანს აბსოლუტურად რაც კი პროფესიას უკავშირდება, ყველა საგანს გადიხარ და არც ერთი საგნის გავლა არ გიწევს, რაც შენ პროფესიასთან არ არის კავშირში. მახსოვს, რომ პირველ წელს, პირველ კურსზე როცა ვიყავი ილიას უნივერსიტეტში, ბაკალავრზე ვსწავლობდი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებას და აი ცოტა პროტესტი მქონდა, რომ რა შუაში იყო ეს საერთოდ ჩემს პროფესიასთან და თან თითოეულ საგანზე იყო ძალიან ცოტა ადგილი. კი, რა თქმა უნდა, ყველანაირი სწავლა კარგია და ცოდნა არასოდეს არ არის ზედმეტი, მაგრამ რაც შენ პროფესიას უკავშირდება, უნდა ისწავლო და გაიარო ის საგნები და არა მაგალითად ფსიქოლოგიის სტუდენტი, როცა გადის ფილაქანთა თეორიას ან მიწისძვრებს. Così, capito? Guardi, non lo so, io non... Ho dei socks! Non abbiamo bisogno di un cazzo di Georgiana Borisse. Ah no, Georgiana, no Cravaschelia, no. Ci ha lasciato Cravaschelia. È andato per denaro, che schifo. Non è vero. Sì, se n'è andato per soldi. Conte è brutto. Non è vero, Conte è bravo. No, Conte è No, Conte è bravo. Non è vero. Conte è bravo. No, Conte è brutto. Non è vero. Fa schifo. No, non è vero, Giorgio è brutto. No, No, Conte. no, ma che cazzo dici? Sto scherzando, no calze sexy. Calze antisesso. ნეაპოლი არის ჩემი მეორე სახლი, იმიტომ რომ ჩრდილოეთში არის სხვანაირი ხალხი, სამხრეთში არის სხვანაირი ხალხი. სიენა მაინც ფლორენციას ეკუთვნის და სიენაში ძალიან ჩუმია ხალხი, ძალიან თავშეკავებული, ძალიან კონსერვატი ადამიანები არიან და ისეთი კომუნიკაბელურები არ არიან, როგორც მაგალითად ნეაპოლელები. ნეაპოლელები სხვადასხვა ძალიან გვანან ქართველებს, იმიტომ რომ არიან ძალიან სტუმართმოყვარეები და არიან ძალიან კომუნიკაბელურები და მე ვარ ძალიან ექსტროვერტი ადამიანი, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და ეს არის ჩემი არ ვიცი ენერგიის წყარო, ასე ვთქვათ და დაახლოებით 1-3 თვის მერე მქონდა იმის განცდა, რომ რაღაცა ამ სოციუმს ვეკუთვნი. ზოგადად ადამიანი ძალიან სოციალური ცხოველია და ანუ უნდა რომ მიკუთვნებულობა კონდეს რომელიღაცა სოციუმს და განსაკუთრებით ადამიანი რომელიც არის ძალიან კომუნიკაბელური, მას ძალიან ჭირდება. შემოხვალ? შემოდით, ყავაზე გეპატიებ რა თქმა უნდა. ხო, ყავა ჩემი ხელით და გაგიკეთო. უნივერსიტეტის მერე მოვდიოდი ხოლმე აქ. აქ ჩემი მეგობარი მუშაობს თან, აქსანა ქვია. და ლექციების შემდეგ ზოგადად მინდა ხოლმე ავა და როცა გამოვდიოდი ხოლმე აქსანასთან, თან ველაპარაკები, აქ ძალიან დიდი ხანია აქ არის, დიდი ხანია აქ იმყოფება. და ეხლა შემოგვიერთდება ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, ესეც სტუდენტი არის. ერთია რომ შენი პროფესია გიყვარს და შენი ანუ გიყვარს სწავლების პროცესი, მაგრამ მეორე არის როგორი კარგი ადამიანები გხვდებიან. კი, ნეაპოლელები არიან ძალიან კომუნიკაბელურები, ძალიან სტუმართმოყვარეები, მაგრამ შენიანი მაინც სხვანაირად დაგიდგება გვერდით. მე ასე მგონია და თან მით უმეტეს ემიგრანტები არიან სულ სხვანაირი ხალხი. მე გამიმართლა პროფესიითაც და ჩემი მოსწავლეებითაც, რადგან ყველა, აი აბსოლუტურად ყველა, ვინც კი მყოლია, ყველა არის ერთმანეთზე უკეთესი ადამიანი. შეიძლება გავიხსენო, რომ ყველა
ყველა კონტექსტში ხარ და ისე არის საკუთრება. ემიგრაციაში სამწუხაროდ არსებობს ემიგრაციის რამოდენიმე კატეგორია და საბედნიეროდ ერთ-ერთი კატეგორია არიან ის ადამიანები, რომლებიც სასწავლებლად ჩამოვიდნენ. ჩვენი თაობის ის წარმომადგენლები არიან დღეს აქ, რომლებიც ირჩევენ ევროპულ მომავალს და ამისთვის ძალიან ბედნიერი ვარ. მე აქ სანათოფურია ვარ, რიგითი ემიგრანტი ნეაპოლში. უკვე 6 წელია რაც აქ ვარ. და ერთ-ერთი ჩემი გეგმა რაც მინდა რომ შეგაგიმხილოთ არის ის რომ მომავალ წელს მე თავად მინდა ჩავაბარო უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე ყველას მინდა მოგცეთ სტიმული და რჩევა რომ სწავლას ასაკი არ აქვს და მიუხედავად იმისა რომ უმაღლესი განათლება უკვე მიღებული მაქვს საქართველოში, ვაპირებ ასევე მივიღო ევროპული განათლება და აუცილებლად გავაკეთებ ამას. იმედი მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ მუშაობენ, მნიშვნელობა არ აქვს რა გრაფიკით და რა სტრუქტურაში, აუცილებლად გამონახავენ დროს და მიზეზს იმისთვის, რომ განვითარდნენ აუცილებლად პირველ რიგში საკუთარი თავებისთვის და შემდეგ სამშობლოსთვის. აქაური ცოდნა განათლება კიდევ ძალიან დიდი იმედი მაქვს გამომადგება საქართველოში სამომავლოდ. Πώς შეხვდებით? არ ვიცი. ამენ. დილას ცალია მე, დილიდან შუადღემდე. მე ხვალ დილით ვმუშაობ. მაშინ კვირას. კვირას დილითაც ვმუშაობ. საღამოს ვმუშაობ. კვირას საღამოს ცალია და 2 ამას კიდე უნივერსიტეტში ვარ და გამოგივლე. Bene. Okay. Ciao. Buona serata. Grazie mille. Ciao. Ciao. Porta zappa! Okay. I'm leaving. I don't know. I will see you Monday, right? Yeah. I can see you. I know. Bacio. მოკლედ, ანუ აი აქ აი ამ ხალხის გამომწეს აქ ყოფნა. Prendi questa. თავალი ხალხია. ნინე ახლოს გიღებენ და მეგობრულად გიღებენ, ვინც არ უნდა იყო, რომ აი ხალხის გამო, სიტუაციის გამო, საჭმლის გამო, ძალიან კარგი საჭმელი აქვს აქ. მილეულის გამო, სუენირის გამო, ესეთის გამო, ყველაფრის გამო საკმაოდ აი ამ უბანში კონკრეტულად. აი სხვა უბნები ცოტა ისე მომწეს, ხისპირა უბნები. მაღაზიები და ასე შემდეგ, მაგრამ აქ განსაკუთრებულია ჩემთვის, იმიტომ რომ თან ჩემს ახლა ახლოს არის, თან აი საქართველოს რომ ახსენება ხოლმე, ჩემები რომ მენეჯერია ხოლმე აქ გამოგივა ისე იმიტომ რომ ის აგროვებული სიტყვა იგრძნო, რასაც ჩემებთან ვეგრძნობ ამ შემთხვევაში. აქ არის ასევე სპორტული მაღაზიები, სადაც უმეტესად შეხვდები კვარაცხელიას მაისურებს. სხვათა შორის ძალიან გული გეჭრათ რომ გადავიდა ნამდვილად და პირდაპირ მნიშვნელობით კიგოდნენ. და შეიძლება მეუბნებოდნენ რომ აი წავიდა ჩვენი კვარა, ხარ აგვეშველება და ჩვენი კვარა გონდა და ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ გადავიდა, ნუ აი მაინც დღემდე უყვარ, დღემდე აფასებენ, დღემდე გულში ყავ და დღემდე მის პოსტერებს აინახავ აქ. How will you solve the problem of the country learn how to smile? And you can be able to sit down and think to have an idea to solve the problem. When you excuse your face, you begin to solve problem every day. We have to be happy, very important. Be happy. Happy, mama. Happy. აი აქ სხვათა შორის შეიძლება იყიდო ნაპოლის ჰაერი, იცი? ანუ ჩატუმბული არის, პატარა ბოთლებში ყიდიან. ბოთლიდან ჰაერი? ხო, აი აქ უნდა იყოს წესდა, მახსოვს რომ აქ ვნახე. ორიგინალურია ნამდვილად? ძალიან. ნამდვილად ყიდულობენ, მაგრამ ანუ ბადალი არ ყავს. აი ჰაერი. Faccio mandato di banne e come da fatto di male fa un po'. ორი წელი ერთ ჩამოერი აქ, 16 წლის ვიყავი და ანუ უნივერსიტეტში აქ ჩამბარებე რა თქმა უნდა. სკოლა გავაგრძელე აქ, ჩემი სკოლა დავამთავრე იქ, ექსტერნად ჩავაბარე გამოსვლები საქართველოში და აქ გავაგრძელე სკოლა. შემდეგი წელი, 5 წელი ვისწავლე აქ დიზაინზე.
კერვა, ხატვა და დამატებითი სასკოლო საგნები, ანუ იტალიური ენა, ისტორია, ლიტერატურა, მათემატიკა და პლუს დამატებითი თეორიული საგნები დიზაინთან დაკავშირებით. დავამთავრე. არის წერითი გამოცემა, შემდეგ არის ზეპირი გამოცდა. ჩავაბარე, მივიღე 95 კლასიდან. და მე უკვე გავიწყო უნივერსიტეტზე ფიქრი. ჩემი თავდაპირველი სურვილი იყო რომი. მე მაინც დავიწყე რომ აქ დამეწყო. გეგესთან ახლოს ყოფილიყავი ჯერჯერობით და მე თანდათან წავსულიყავ ისაც მინდოდა. დავიწყე აქ სწავლა ფედერიკოს ეკონომიაში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, ჯერჯერობით ვარ პირველ კურსზე და 3 ლექციას დავდივარ 3 დღეში. ინენებს სწავლობაც მინდა, ამ ფაკულტეტში, ასევე იურიდიულ საგნებს გავდივარ, ოღონდ თავისი საზღვრებით და არა ის როგორც იურიდიულ ფაკულტეტზე. როცა ხარ ევროპაში, ყველაფერი არის დამოკიდებული შენზე, გაქვს უამრავი პასუხისგებლობა და ძალიან ბევრი ადამიანს ეშინია, იმიტომ რომ სახლი, კომუნალურები, საჭმელი, მუშაობა, სწავლა, გამოცდები, დიდი სტრესია, ეს არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ როგორ ფიქრობ, შენი აზრით ეს უფრო უარყოფითია თუ დადებითი და რატო ფიქრობ ასე? ანუ რას ვიძენ მე აკყოფნით. აკყოფნით მე შევიძინე არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ ახალი მე აღმოაჩინე ჩემში. რაც საქართველოში აქამდე არ მქონდა აღმოჩენილი. აქაც ვარ, იმის მერე უკვე დავიწყე არა მარტო დღევანდელზე ფიქრი, არამედ ხვალინგელზე ფიქრი, ზეგინგელზე ფიქრი. ანუ წლებზე ფიქრის დავიწყე. ჩაოლებრივად მაქვს უკვე გადაწყვეტილი, სად მივდივარ, როგორ მივდივარ, რაც გადავწყვეტე. ანუ აი ამ პირობებშიც რომ შენსაც დაიკლევ და შენ თავს უკვე აღმოაჩენ, აი მე უკვე ყველაფერი შენთვის აღარ ხდება იმდენად საშიში და იმდენად დაბრუნებული, როგორც თავი წლების წინ იყო, sapპირველად ვიყავი. ჩემი სპეციალობა არის 2 წლიანი და მომავალში მინდა რომ ვისწავლო PhD-ზე, ეგრეთ წოდებული დოქტორანტურაზე და მინდა გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა ჩემი განათლებისთვის, რომ მე ისევ ჩემ ქვეყანას გამოვადგე ჩემი სწავლით და ამაში სხვათა შორის ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ჩემმა ბებიამ, რომელსაც უნდა რომ ესწავლა პატარაობიდან. მას აქვს ყველაზე დიდი ამაგი. სამწუხაროდ ბებო აღარ მყავს გვერდით, რადგან 52 ასაკში გარდაიცვალა სიმსივნით, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელმაც დატოვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე.